ხარ ახალგაზრდა, გაქვს განსხვავებული ხედვა და გსურს საკუთარი თემის გააქტიურება, მაშინ ეს გადაცემა შენთვისაა. მოგწერიან დაგვირეკე საინტერესო ფაქტებისა და ადამიანების შესახებ. ყოველ პარასკევს მეცხრე არხის ეთერში ნახეთ ახალგაზრდული შოუ ლილი ზაზაძესთან ერთად. დღევანდელი გადაცემის თემა ახალგაზრდების დასაქმების პრობლემას შეეხება. UNICEF-ის კვლევის მიხედვით საქართველოში უმუშევრობის დონე განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებში. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობა ახალგაზრდებში, რომელთა ასაკობრივი კატეგორია ძირითადად 15-დან 29 წლამდეა. სწორედ ამიტომ ახალგაზრდული შოუ სასტუმრო ტიფლის ეწვია. დღეს შევეცდებით გავესაუბროთ სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღემდე ამ სასტუმროში ტიფლისში მუშაობენ. ჩვენი გადაცემის პირველი რესპონდენტი ვლადი გელაშვილია. ვლადი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს და პარალელურად მუშაობს. ვლადი 2 თვეა, რაც სამსახურში, სასტუმრო ტიფლისში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობს. ვლადი, თუ შეგიძლია ჩვენს მაყურებელს უთხრა, როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება სამსახურში და რა გზა გავლა იმისთვის, რომ სამსახურში ადმინისტრატორის პოზიციაზე გემუშავა? რადგანაც ჩვენ ქალაქში ძალიან რთულია სამსახურის შოვნა, მის თავიდან გამიჭირდა სამსახურის დაწყება აქ. რადგან ჩემთვის შეუჩვეველი იყო ეს პირობა, არ მქონდა შეხება ისე დეტალურად სისტემასთან, როგორც დღეს გავერკვე და გავეცანი ამ პროგრამას, ამიტომაც თავიდან ცოტა არ იყოს და გამიჭირდა. შემდეგ გავუკე და ძალიან მოხარული ვარ, მომწონს აქაურობა, სიტუაციაც ძალიან ოჯახურია და მეც თავს კარგად ვცნობ. და შეთვის ღამის გათენება. რამდენად, არ ვიცი, მისაღებია, რამდენად შეგიძლია რომ გამენათევი წახვიდე უნივერსიტეტში და დაესწრო ლექციას ან ჩააბარო სემინარი. თავიდან ცოტა არ იყოს და გამიჭირდა ღამე გათენებულზე, შემდეგ ისევ სწავლის გაგრძელება, მაგრამ მე ნინილა ფეხი აუწყი ამას და დღესდღეობით აღარ მიჭირს. სწავლას როგორ ახერხებ? სად სწავლობ? ან როგორ სწავლობ? იმიტომ რომ აქედან რომ მიდიხარ, მოვაბარებ სემინარებს ხო უნივერსიტეტში. აი, სწავლას როგორ ახერხებ? რადგანაც სამსახური დილით 10 საათზე მეწყება, მიწევს 1 საათით ადრე გავიძება და ჩვეულებრივად მოსამზადებლად რომ დრო მქონდეს რა. სამსახურში რომ მოვდივარ, ჩვეულებრივად ვიწყებ დღეს, ცვლით და ვაგრძელებ 24 საათიან რეჟიმს. მეორე დღეს ისევ 10 საათზე ვიცვლები და ვახერხებ რომ წავიდე უნივერსიტეტში, რადგან არ დავაზიანო ჩემი სწავლა. და ხელი შევიწყო მაგ ხრივაც, რომ სწავლას მივხედო. რამდენი მნიშვნელოვანია რომ სტუდენტმა სწავლის პარალელურად იმუშაოს? პირველ რიგში, როდესაც სტუდენტი მუშაობს, ამით თვითონ ძალიან დიდ გამოცდილებას იღებს, რადგან მომავალშიც გამოადგება ეს ყველაფერი და განსაკუთრებით კარგი იქნება თუ თავის სპეციალობასთან დაახლოებული მაინც იქნება თავის სამუშაო. გადაცემის შემდეგი რესპონდენტი სასტუმრო ტიფლისში 5 თვის განმავლობაში ადმინისტრატორად მუშაობდა. თორნიკე კვინცხაძე სასტუმროს რეკომენდაციით მუშაობას კვლავ აგრძელებს. თორნიკე, თუ შეიძლება გაიხსენე პირველი დღე, როდესაც მოხვედი სასტუმროში და როგორ იყო ის შთაბეჭდილებები, რაც დღემდე გახსოვს? პირველი დღე დაახლოებით 10 წუთით დამაგვიანდა და იმდენად ვინერვიულე, იმიტომ რომ პირველი სამსახური იყო, პირველი დღე იყო, ყველაფერი პირველი იყო სამსახურთან დაკავშირებით. და ის 10 წუთი ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავდა. შეხარ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მაშინ, როდესაც სწავლა გიწევდა, პარალელურად მუშაობდი. როგორ იყო შენთვის მუშაობა და სწავლა ერთდროულად? გიწყობდა თუ არა სამსახური ხელს ამ კუთხით და როგორ იყო შენი ერთი ჩვეულებრივი დღე? იმდენად თბილი გარემოა სასტუმროშიც და უნივერსიტეტშიც, რომ ჩემთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ 24 საათიანი გრაფიკია სამსახურში, მეორე დღე და ის გაცდენილი დღე, როდესაც მე უნივერსიტეტში არ ვიყავი, მეორე დღეს ამ ყველაფერს ვანაზღაურებდი. და უნივერსიტეტშიც ლექტორები მეხმარებოდნენ იმაში, რომ მესწავლა, როდესაც გამოცდები იყო და გამოცდაზე ვიყავი გასასვლელი და ამავდროულად სასტუმროშიც უნდა ყოფილიყავი, აქაური პერსონალი მეხმარებოდა იმაში, რომ მე წავსულიყავი გამოცდაზე. რამდენად წარმოადგენს პრობლემას ახალციხეში ახალგაზრდების დასაქმება? არის თუ რა ადგილები, სადაც შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს მივიდეს და დასაქმდეს? არის თუ არა შენი აზრით ეს ყველაფერი მარტივი? პრობლემას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი ადგილები, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ დასაქმება, მაგრამ ეს
ლიმიტირებულია და შეზღუდულია, რა თქმა უნდა. ის ადგილები, სადაც ახალგაზრდები საქმდებიან, უკვე შევსებულია. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე წავა სხვა დაწინაურდება, ამ შემთხვევაში თავისუფლდება ადგილები. იმისთვის, რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილი გამოჩნდეს, რა თქმა უნდა, უფრო ბევრი დაწესებულება უნდა გაიხსნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ მუშაობის დაწყებას და რა ვიცი, თავიანთი ჯიბის ფულის, სწავლის ფულის გამომუშავებას, რომელიც მათ შემდეგ გამოადგებათ ცხოვრებაში. სასტუმროს რეკომენდაციით მუშაობას კვლავ აგრძელებ. თუ შეიძლება გაიხსენო ის სარგებელი, რაც პირველმა სამსახურმა შენ შეგმატა. პირველ რიგში უცხო ენების მხრივ გამოცდილება შევიძინე. ბევრად გაიზარდა ჩემი დონე უცხო ენებში, მანამ სანამ აქ მოვიდოდი და მას შემდეგ, როდესაც მე აქედან წავედი. ასევე მე ურთიერთობა მქონდა უცხოელ ხალხთან, რომლებისგანაც მე უშუალოდ მათი კულტურა, მათი ღირებულებები დავინახე. როგორც სწავლა, ასევე მუშაობა არის ადამიანის განვითარებისთვის საჭირო და უცხო ხალხთან ურთიერთობაც რაღაც მხრივ კი არა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები ღებულობენ თეორიულ ცოდნას. შენი აზრით ამ კუთხით დასაქმება რამდენად მნიშვნელოვანია, ან პრიორიტეტულია იმ კუთხით, რომ ადამიანს შეუძლია პრაქტიკული ცოდნა სწორედ სამსახურის მეშვეობით დააგროვოს და შეიძინოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ვერ ვიტყვი იმას, რომ პირდაპირ კავშირშია ჩემი პროფესია და სასტუმრო ერთმანეთთან, მაგრამ რაღაც კავშირი მაინც გააჩნიათ მათ ერთმანეთთან. კიდევ აღნიშნავ და განმეორდები, რომ ახალციხეში არ არის იმის ფუფუნება და საშუალება, რომ ყველა ახალგაზრდა, რომელიც კურსს დამთავრებულია, მან მოახერხოს სამუშაოს დაწყება. ამიტომ როგორც კი შანსი მოგვეცემა იმისა, რომ სამსახური ვნახოთ, ჩვენ შენი აზრით ახლა რამდენად მარტივია, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნებისმიერმა ახალგაზრდამ მუშაობა სასტუმრო ტიფლისში დაიწყოს. შეძლებენ თუ არა ისინი ზუსტად იგივე გზის გავლას, რაც შენ შეძელი? ყველა ადამიანს შეუძლია, მით უმეტეს იმ ადამიანს, რომელიც უნივერსიტეტში სწავლობს და აქვს იმხელა უნარჩვევები, რომ უნივერსიტეტში ჩააბაროს და შემდეგ დაამთავროს, არაფერი განსაკუთრებული არ არის სასტუმროში ისეთი, რომელსაც ისინი ვერ შეძლებენ. ერთადერთი უცხო ენებზე საუბარი და სხვა ყველაფერი მოგვარებადია. ჩავდი თუ რა ახალგაზრდებს სწავლის პარალელურად სამსახურის დაწყებას? რა თქმა უნდა, ურჩევდი, იმიტომ რომ სწავლა ეს თეორიულია, სამსახური კიდევ ეს პრაქტიკაა და პრაქტიკა და თეორია კიდევ ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. ჩვენი შემდეგი რესპონდენტი სასტუმრო ტიფლისის მენეჯერი გიორგი გურგენიძეა. გიორგი, რას აკეთებს სასტუმრო ტიფლისი იმისთვის, რომ ახალგაზრდები დასაქმდნენ? ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ახალგაზრდები დავასაქმოთ. ჩვენგან ყოველგვარი ხელშეწყობა აქვს მათ. სწავლა იქნება ეს თუ როგორი პირადი პრობლემაც არ უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ყოველთვის ხელი შევუწყოთ და მით უმეტეს ჩვენ სასტუმროში ახალგაზრდებისთვის ისეთი გრაფიკია, რომ მეტი თავისუფალი დრო აქვს შედარებით. სწავლაში ხელი არ ეშლება ჩვენ თანამშრომლებს, რადგან ჩვენი ძირითადი სამუშაო დრო არის ზაფხულის სეზონი. ზაფხულში მუშაობთ აქტიურად, მაშინ როდესაც სწავლა არ მიმდინარეობს არც უნივერსიტეტებში და არც სხვა კერძო კოლეჯებში, ან ასე სხვა დაწესებულებებში. რამდენი თანამშრომელი ყავთ ახალგაზრდა და რა ეტაპების გავლა საჭირო იმისთვის, რომ სტუდენტმა შეძლოს თქვენთან სასტუმრო ტიფლისში დასაქმება? ასე რომ ვთქვათ, სეზონური სამსახურება ძირითადი დატვირთვა არის ზაფხულის სეზონზე, ან ტურისტული სეზონი, როდესაც არის ტურისტული სეზონის დროს სტუდენტების რაოდენობა შედარებით ჩვენ სასტუმროში მეტია, ვიდრე ასე რომ ვთქვათ, პასიურ სეზონზე. დღესდღეობით 4 სტუდენტი მუშაობთ აქ სასტუმრო ტიფლისში, მაგრამ ფიქრობთ კიდევ სეზონისთვის 3 თანამშრომელის დამატებას. გიორგი, რა გზა უნდა განლოს სტუდენტმა იმისთვის, რომ სასტუმრო ტიფლისში დასაქმება შეძლოს? თავარია, რომ მან იცოდეს უცხო ენები, პირველ რიგში, 2 თუ ეცოდინება უკეთესი იქნება რუსული და ინგლისური. კომუნიკაბელური უნდა იყოს და კომპიუტერიც უნდა იცოდეს რაღაც დონეზე. მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ გიორგი გურგენიძე აგრეთვე სწავლობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და თუ შეიძლება გიორგი, რამ გითხრა, როგორ უთავსებ სამსახურს და სწავლას ერთმანეთს, რამდენად მარტივი ან რთულია შენთვის ეს ყველაფერი? სასტუმროსგან სრული ხელშეწყობა მაქვს, როგორც ასე რომ ყოველ აქტიური სტუდენტი არა ვარ, ყოველ დღე და ვიღებდა ლექციებზე მონაწილეობას და სემინარებზე.
მაგრამ ძირითადად ყოველთვის ხელშეწყობა მაქვს და გავდივარ და ვახერხებ გამოცდების ჩაბარებასაც და სწავლობ, ასე რომ ვთქვათ. ხელშეწყობა მაქვს. გიორგი, როგორია დასაქმების ტენდენცია თანამედროვე სამყაროში, რადგან ადრე არსებობდა სტერეოტიპი, რომ ახალგაზრდებს გარკვეული სამუშაო შესრულება ეთეკილებოდათ. როგორი სურათი გვაქვს დღეს? რავი, მე ვფიქრობ, არ უნდა იყოს მუშაობა, არავის არ უნდა ეთაკილებოდეს მუშაობა. რა როგორი კატეგორიის სამუშაოც არ უნდა იყოს, ეს გაზონის კრეჭვა იქნება თუ მენეჯერობა, მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით უფრო ვითარდები ადამიანი და შრომის ფასს რო სწავლობ, უფრო ასე რომ ვთქვათ, უკეთესია. შენი შემოსავალიც რო გაქვს და არავისზე არ ახარ დამოკიდებული, ეგეც უკვე სხვა თავიდან ვერ ხვდება ახლა თავისაქმებელი ადამიანი მაგას. მაგრამ მე ნელ-ნელა უკვე საკუთარ შემოსავალს რო გძნობ, უკვე სხვა გძნობა ასე რომ ვთქვათ. ურჩევდი ახალ თაობას რომ მოახდინო თავიანთი თავის რეალიზაცია და მარტო თეორიული სწავლება ასე რომ ვთქვათ, ბევრს არ ნიშნავს. პრაქტიკაში რაც უფრო მეტ შეიძინ, ისიც უკეთესი იქნება და ეს ერთად რო თანწყობილი რო იქნება თეორიული სწავლება და პრაქტიკა, უკვე შენვე ხდები და შენვე წარმოგაჩენს როგორც პროფესიონალს შენ საკითხში და შენ საქმეში. და ურჩევ ახალ გაზრდებს, რომ ისეთი სამსახური მოიძიონ, რომელიც სწავლაში ხელს შეუწყობს. ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა სასტუმრო ტიფლისიდან. მოგწარეთ და გვესტუმრეთ ჩვენს Facebook და YouTube გვერდებზე. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.